დღემშვიდობისა ყველას ახალი წელით გეიბა, გილოცავთ ამდენს, გისურვებთ, რომ ყველას გქონდეთ სიმშვიდის, შვიდობის, ბედნიერების და მხოლოდ კარგი ამბების, ერთმანეთზე კარგი ამბების წელი. რაც თავია განეწყვეთ დადებითად, თუ დადებითად ვერ განეწყობით, ნეიტრალურად. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ვლოგს, უცებ უნდა გავაკეთო საახალწლო ორცხობილები და თან გაგიზიარებთ როგორ ვამზადებ და იმედია თქვენც გაიმეორებთ და მოგიწონებთ. 100 გრამ კარაქს დავუმატე 50 გრამი შაქარი და 100 გრამი თაფლი. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენე ლერწმის შაქარი, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ინგრედიენტები შეურიეთ მანამ სანამ კარგად არ შეეზავება ერთმანეთს, მაგრამ არ წამოადუღოთ, მიიყვანეთ წამოდუღებამდე. 500 გრამ ფქვილს დავუმატებ 1 სუფრისკოვს ვანილს, 1 სუფრისკოვს სოდას და დაახლოებით 10 გრამამდე დარიჩინს. შეურევ მასას ერთმანეთში. 2 კვერცხს დავუმატებ მარილს. ძალიან ცოტა მწიგვი მარილი და შეურიოთ მასა ერთმანეთში. შემდეგ უკვე დავუმატებ კვერცხს ფქვილის მასას და ავურევ ნაზად კვერცხსა და ფქვილს. უკვე დავუმატებ წამოდუღებამდე მიყვანილ თაფლის, კარაქისა და შაქრის მასას და კარგად შევურევ ერთმანეთში ხელით. თუ გინდათ გამოიყენოთ სამზარეულოს ხელსაწყო, მე მირჩევია რომ ხელით შევურიო ერთმანეთს. დაახლოებით 2 წუთის შემდეგ მივიღებთ ასეთ მასას, მივიცადეთ მრგვალი ფორმა და დავაყოვნოთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. ჩემს ცომის მასას გავყოფ 2 ნაწილად, დაფაზე დავამრგვალებ. მოვამზადებ ასე ვთქვათ, ფორმების გამოსაყვანად. უნდა გააბრწყელოთ იმ სისქეზე და იმ მოცულობაზე, როგორიც გინდათ გამოვიდეს თქვენი ორცხობილა. ამ შემთხვევაში მე დავიწყეთ ხელი მასის მომზადებით. თუ უფრო სქელი ორცხობილები გინდათ, შეგიძლიათ ესე ჩემსავით ძალიან არ გააბრწყელოთ. გადავედი ფორმების მიცემის ეტაპზე. ასეთი ნაძვის ხის ფორმები გამოვიდა, ძალიან ლამაზია ჩემი აზრით. ნახოთ რა გამოვა გამოცხობისას. ახლა კი მივიღოთ ფიფკის ფორმები და გადავედი ფიფკების დამზადებაზე. ფიფკების ცომი შედარებით სქელი გავაკეთე, ვიდრე ნაძვის ხის. სიამბულეში ვტესტავ მომენტში, რომელი უფრო კარგი გამოვა, უფრო სწორად ვისაც სქელი მოეწონება ფუმფულა სქელი ჭამოს, თუ ვინმეს თხელი უფრო უყვარს, თხელს აიღებს და შეჭამს. მთელი იდეა ეს არის ამ შემთხვევაში. გამოსაცხობად მზად არის ორცხობილები, 200 გრადუსზე ვაცხობ 10 წუთის განმავლობაში და აი ასეთი არაჩვეულებრივი ორცხობილები გამოცხვა. გახურებულ ხუმელში უნდა შეალაგოთ ორცხობილა გამოცხობისას. მოსართავად კი არა და გასაფორმებლად მაქვს აი ასეთი თბილწყალში მიდევს, რომ თბილწყალში უნდა ჩადო ცოტა ხნით, სანამ დაიწყებ გამოყენებას. აი ესეთი გასაფორმებლებია. ამ შემთხვევაში ვიყენებ წითელს და მწვანეს, იმიტომ რომ ახალ წელს უხდება წითელი და მწვანე. ისე აქ მაქვს სხვადასხვა ფერები. ისე გაჩვენებთ. ეხლა ამის გამოყენებას არ ვაპირებ. ეს ნამცხრობის გასაფორმებლები რაღაცები დამიკროვდა, იმიტომ რომ განსაკუთრებულ თარიღებში, ანუ ჩემი ოჯახის დაბადების დღეზე მიყვარს მე თვითონ ტორტის გამოცხობა. აი ასეთი ლამაზი ფერები მაქვს. ანუ ამით შეგიძლიათ გააკეთოთ დეკორაციები, უბრალოდ ათბობ და იყენებ და მერე ისე ვინახავ. ესეთი გამზადებული იყიდება. არაფერს ისეც არ შეიცავს, შაქარი და მსგავსი ინგრედიენტები აქვს და ფერისთვის რა თქმა უნდა შესაბამისი რაც არის უსაფრთხო და უნებელი. ახლა ჯანსაღი არ არის ასე სარგებლო, მაგრამ არც გავნებთ.
კიდე გაჩვენოთ რები მაქვს, მაგრამ ამასაც არ გამოვიყენებ. ესეთი შოკოლადის რაღაც გასაფორმებლები. ესეც გასაფორმებლები. ეს შოკოლადის მიქსი გასაფორმებლად, მაგრამ ჩემ რცხობილებს არაფერს არ გავუკეთებ და ნახავთ როგორ მინიმალისტურად გავაკეთებ. და ნუ აქ თარიღებისთვის და სახელებისთვის დასახატ დასაძერწი. და თვითონ ესენი, ნუ ამებსაც არ ვიყენებ შეგნებულად ორცხობილების გამოსაწყობად. ეს არის ფერი თვითონ, აი აქ ხედავთ cupcakes და დრო დაუმატებ ცომი იქნება თუ ნებისმიერი სახის საჭმელი, cupcake ან რაც გინდათ, ტორტი. მიიღებს იმ ფერს, რაფერსაც დაუმატებთ. ეს ნუ ალბათ ყველა ვიცით, მაგრამ მაინც გაჩვენებთ. ვინც არ იცით, რომ არსებობს ასეთ რაღაცები, ძალიან მარტივად რო აცხობენ ხოლმე ამ ნაირ ფერებში და მადის აღმძვრელ რაღაცებს, არაფერი ისეთი არ არის, რამდენიმე წუთს უმატებ ამას. მეც ახლა ცოტა ხნის წინ ჩემი შვილის დაბადების დღეზე გავაკეთე ცისფერი ტორტი, რომელიც ნუ ეს ფერები გემოს არ უცვლის და შესაბამისად ლამაზი ფერიც გამოდის და თან ცუდ გემოზე არ მიყავს. მე ეს გამოვიყენე ტორტისთვის. გადავიდეთ საქმეზე და გავაკეთოთ cookies. დავასრულოთ. მე თვითონ ახლა გავსინჯავ დეკორაციის გარეშე ნაძვის ხეს და ნახოთ როგორი გამოვიდა. ჯერ მოდი გავტეხა, ვაი მეიცით რა რბილია, არ ველოდი ასეთი რბილი თუ იქნებოდა. აი ესეთი შიგთავსი არის, ახლა რაღაცა უფაფუკესობა არ არის, მაგრამ არც უნდა იყოს ეგეთი, მე ასეთ რბილსაც არ ველოდი. ძალიან ზომიერად აქვს. დარიჩენით და სიკროც. ახლა ვისაც ტკბილი უყვარს. ალბათ იმისთვის შეიძლება აკავდეს ცოტა სიტყვა, მაგრამ ჩემი აზრით იდეალურია. აი ჩაისთან, კაკაოსთან, ახლა ხო კაკაოს სეზონია, იმიტომ რომ გადამეყლაპა და მე მელაპარაკა. ახლა კაკაო ხო უხდება საახალწლო განწყობას და პერიოდს და ისედაც ხო, რავი, მე მიყვარს შედედებული რძით კაკაო, ძალიან და ეგ ხო ისედაც ტკბილია. თუ გინდა რომ თან ესეთი რამე მიაყოლო უფრო მეტი განწყობისთვის, გადაგანწყობებისთვის, იდეალური სიტყვა აქვს. მეტი საჭირო არა.